გამარჯობა, მინდა მივესალმოთ ჩემს გამომწერებს და დავუბრუნდე დღევანდელ ლაივში ესეთი პატარა მიმოხილვით, პოლიტიკური მიმოხილვით, რასაც ეს პოლიტიკური ტრიბუნები, ტელევიზია წოდებულები გადმოსცემენ დილიდან პირდაპირ სინქრონის რეჟიმში. ახლა დაუკავებიათ გიგი უგულავა, პოლიტიკოსი. და გიგი უგულავას გარეშე თურმე საქართველოს არ ეშველება და ეს რამხელა უსამართლობაა, რომ გიგი უგულავა დააკავეს და როგორ გადაიტანს ამას ქართველიერი, ქართული ეკონომიკა შეიძლება ხვანდელი დღე არ გართენდეს საქართველოში, მზე არ ამოვიდეს და მერე დასავლეთით ისევ არ ჩავიდეს და ნუ ასეთი რაღაცეები ორბიტაზე არის, მოკლედ გიგი უგულავა. პირველი თემა ეს არის. მეორე თემა არის ვიღაცა ხარება, როგორ ურტყამს წიხლს მოგდაკავებულ მოქალაქეს და მესამე თემა არის რაღაცა რომელიღაცა თანამშრომელი როგორ აფასებს ამას, რომ ეს არის დამონტაჟებული. მეოთხე და მეხუთე თემა ჯერ არ არის, მაგრამ იმედია რომ გამოჩნდება, იმედია რომ გვეტყვიან ამის შესახებ, იმიტომ რომ ძალიან მაგრად გვაინტერესებს ამერიკაში ვინმემ რა თქვა, ტუალეტიდან რო გამოვიდა, ან მერე წყალი როგორ ჩარეცხა, ტუალეტში დატოვა თუ არა ტუალეტი დაბინძურებული, ალბათ მეოთხე, მეხუთე, მეექვსე თემა, დღის თემა ეს იქნება და არა ის რაც რეალურად ერთთა ხალხს აწუხებს, იმიტომ რომ ის რაც ერთთა ხალხს აწუხებს, სინამდვილეში არავის არ აინტერესებს. ახლა მე აქედან მიუბრუნდები ამ ეგრეთ წოდებულ ტელევიზიებს და რამოდენიმე შეკითხვას დავუსვამ. კი ამბობენ და კი უნდათ რომ ამ ყველაფერს თავი არიდონ და 1000 ნარატივი აქვთ, მაგრამ ამას ხო ხალხი უყურებს და საზოგადოება უყურებს და აქცევს ამას ყურადღებას, რომ რეალურ პრობლემაზე არავინ არ კონცენტრირდება და საკითხს ისე არავინ არ სვამს, როგორც საჭიროა და სულ ყოველთვის რატომღაც ჩანს ის, რომ აგერ მხოლოდ ნიკამელია დააკავეს, აგერ მაგალითად გიგი უგულავა დააკავეს და მარტო ესენი არიან უმთავრესი სახეები დღევანდელი ტელევიზიის და ესენი არიან პირველ ხაზზე წამოწეულები და არა ის უბრალო ადამიანები, ვთქვათ, რომლებიც დაკავებულებიც არიან, აცემებიც არიან, პატრონიც არ ახავთ, არავინ ყურადღებას მაგათ არ აქცევთ და ელემენტარული რატომ მივიდნენ იმ აქციაზე, იმასაც რო არავინ არ ეკითხებათ, გამიგე, რომელ მოტივსაც და მიზეზსაც საერთოდ ნაცმოძრაობასთან და ამათ პოლიტიკურ ინტერესებთან შეხება არ აქვთ. ახლა გეკითხებით თქვენ ისა რურუატევეს ვეკითხები, რომლის ეგრეთ წოდებულ ჟურნალისტსაც მიკროფონი კალაშნიკოვში ეშლება, მაგრამ ნუ არ გვიკვირს ახლა რურუადან გამომდინარე ვეკითხები ისრაელში დეზერტირად მყოფი კეზერაშვილის ტელევიზიას და მის ეგრეთ წოდებულ საინფორმაციო პოლიტიკას ამ ვახოსანაიებს და ამ გამოსირებულებს. ეს ის უგულავა არ არის, რომელიც გასამართლებული იყო სახელმწიფო თანხების განსაკუთრებით დიდი ოდენობით მითვისების საკითხზე? არის თუ არა ის ბატონი გიგი უგულავა, რომელმაც თბილისის მერობის დროს როდესაც არჩევნები იყო და ნაცებს უნდა გაემარჯვოს და მიშა უნდა დარჩენილიყო ხელისუფლებაში, უკანასკნელ კაპიკამდე რომ გაძარცვა ქვეყნის ბიუჯეტი, იმიტომ რომ უგრევა რა ამომრჩევლებს იმის იმედით, რომ მერე ხმას მიცემდნენ მიშას და მიშა იქნებოდა ისევ და ეს იქნებოდა მარადმწვანე თბილისის მერი. კოცებზე ცოტა მოგვიანებით ვილაპარაკებ, მაგრამ თქვენ ახლა ამ პროდუქტს არ გვტენით, ის გიგი უგულავა არ არის, რომელიც სხვათა შორის არ უარყოფს მის ჩადენილ კრიმინალს. არ უარყოფს მის ჩადენილ კრიმინალს, ამბობს, რომ ეს დანაშაული მან გააკეთა და მე როგორ გამოვიდა ციხიდან. მაგი კი არა, ვიღაცას 200 და 300 ლარი რო აქვს მოპარული და იმაზე ყავს პროკურატურას დაჭერილი, დღემდე ზის ციხეში აგერ რამდენი წელიწადი. და რა უნდა თქვას იმ კაცმა ციხეში როზის უყურებს აგერ 50-60 მილიონი მოიპარა დედაატირებულმა უგულავამ, გუშინ ციხეში ჩასვეს და დღეს უკვე გამოუშვეს. იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. რატო? იმიტომ რომ ოპოზიციონერი იყო. ბრჭყალებში პოლიტიკოსი. და რა პრივილეგია აქვს კანონთან მიმართებაში ჩვეულებრივ მენაგვე მოიპარავს თანხას სახელმწიფოს და მიითვისებს, თუმცა მეეჭვება რომ მენაგვე მეს ნაკლებად შეძლოს. ხელმწვდომა არ ექნება ამხელა. ნუ ავიღოთ სიტყვაზე სხვა, თუნდაც საკანცელარიო საქმით დაკავებული რომელიმე მაღალჩინოსანი. და თუნდაც ეს ნაბიჯვარი უგულავა, იმიტომ რომ პოლიტიკოსია. განსხვავება რაშია, ხო? მოიპარე თანხა ჩაჭექი. გამოიძიეს, აღიარე ბრალი, მაშინ მოიხადე შენი სასჯელი, რაც არის იქ.
საკმაოდ სოლიდური წლებია ამ დანაშაულზე და საზოგადოებისთვის საშიში ხარ, იმიტომ რომ საზოგადოება რასაც აგროვებს ამ თანხებს, აგროვებს იმის გულისთვის, რომ კეთილდღეობა გქონდეს და შენ რო ამას შენ პოლიტიკურ ინტერესში იყენებ, რომ ძალაუფლება შეინარჩუნო, საზოგადოების ძალას რო იპარავ. ორ მაგაც საშიში და დამნაშავე ხარ. მან გამოსულმა აგერ ციხიდან რა ბოდიში მოიხადა, პატიება ითხოვა, თუ რა გააკეთა. შეწყალება ითხოვა, არ უთხოვია ზურაბიშვილთან შეწყალება, მაგრამ ზურაბიშვილმა ისე შეიწყალა. აი ესეთი ანომალიები გვაქვს ჩვენ, ქურდი და მამაძაღლი დღეს თავს პოლიტიკოსად გვაჩვენებს და სახელმწიფო სათავეში მოსვლა უნდა, იმიტომ რომ კიდე უფრო მაგრად დაანგრიოს, უფროագրად მოიპაროს, უფრო მაგრად გაძარცვოს ქვეყანა. ეს არის სიმართლე და ხელებს იქნებს იქ პრიმატივით. ეს ის გიგი უგულავა არ არის, რომელიც ნარკოტიკული თხრობის ქვეშ ეგრეთ წოდებულ პრივატ საღამოებს აწყობდა და სტრიპტის როც ეკავდნენ მაგის წინ მაგიდაზე და მე ეს სურათები მთელმა საზოგადოებამ ნახა. როგორი მორალის კაცია, 1 ცოლი, 2 ცოლი, 3 ცოლი, 4 ცოლი, არამხანა რო ყავდა. სულ კიდია კაცო, ასე უგნია 1000 ცოლი მოიყვანოს, მაგრამ ვიცით რა ეს კაცი რა მორალის ადამიანი არის და ვინ არის. თუ რა ვქნათ ახლა დავკავდეთ იმაზე ლაპარაკით, გიგუ უგულავა რა მაგარი ტიპია, რა მაგარად იცავს მე ხალხის ნაჭამი ფულით დიეტას? უგულავას დიეტაზე ვილაპარაკოთ? ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოებას რა აწუხებს იმაზე გავაჩეროთ არჩევანი და იმაზე გქონდეს ლაპარაკი. ვინ არის გიგი უგულავა? რა მორალის ადამიანია გიგი უგულავა? რა მოგწონს მასში? სტრიპტიზი მოგწონს, მრავალწლიანობა მოგწონს, სახელმწიფოებრივი თანხების გაფლანგვა და მითვისება მოგწონს, თუ რა მოგწონს? ის რომ ასე მარტივად შეუძლია ციხეში შესვლა და მე ასე ჯადოქარივით უკან გამოსვლა. სად ისწერება ეს სცენები? ვინ წერს, ვინ აკეთებს, ვინ ადგენს ამ ყველაფერს? ან რა მოგწონს გიგი უგულავას მიერ ჩადენილი, როგორც იქცეოდა ნაციონალური მოძრაობის დროს, რომ ეგრეთ წოდებული არაფორმალი იყო, ხელისუფლების ჰერმესი ბიჭუნა, რომელსაც შეეძლო საპატრიარქოში შესულიყო ხელები ერტყა, დირექტივები მიეცა, რომელსაც შეეძლო პატრიარქის ეპისტოლე შეეცვალა საშობაო, რა არაკეთებდა უგულავა ამას? დაისაჯა უგულავა ამისთვის? კარგი კანონი დარდაჭირა, მორალური კუთხით დაისაჯა? სად არის საპატრიარქო, რატო არიღებს ამ ყველაფერზე ხმას? ყოფილი ის არის, რა ქვია, თურმე მორჩილი, გიგი უგულავა არის მორჩილი. ისეთი მორჩილები არიან, როგორიც ეს შიო, როგორიც ეს ჯაღმაიძე არის და კიდე ბევრი ამნაირი ნაძილები. უამრავი საპატრიარქო რო გააკეთეს იქ ჩვეულებრივ ფულის საჭრელ მანქანად და ღმერთის გარდა ყველაფერს ნახავ დღეს. მაგათ მიერ შექმნის. აი ესეთი უღმერთოებით არის სავსე. და ესეთი ადამიანები გამოვლიან მერე და სხვის უღმართოებაზე ილაპარაკებენ. რატო უნდა მივიღოთ ჩვენ უგულავა, გინდა სასულიერო პირი არ არის უგულავა. ერის კაცი თლად ბოლომდე ვერ არის. პატიმარი სტატუსის ქვეშ მყოფი ვერ არის. შეუმდგარი ჩეგევარა არის, რაც გამოვიდა ციხიდან, ზის ამ ტელევიზიებში იქნება ხელს და ჩვეულებრივ შეხედეთ როგორია იმბეცილი, იდიოტი ადამიანს, რომელსაც ლოგიკა არ გააჩნია რა. ეს არის სინამდვილე, უგულავა. ეხლა დაჭერილია უგულავა და იმსჯელებს სასამართლო იმაზე, თუ როგორ უნდა დაეკისროს მას ადმინისტრაციული სახელი. კი, მაგრამ უგულავას საქციელი ეს ადმინისტრაციული სახელია მარტო. მაგაზე კიდე ცოტა კვევით ვილაპარაკებ, მაგრამ 2008 წლის ომის დროს სამხედროები რო გაყარა გვერდზე და თვითონ ხელმძღვანელობდა აი ამ პროცესებს, ომს რო ხელმძღვანელობდა მაგი და კრიმინალი კეზერაშვილი. ის კიდე თავდაცვის მინისტრი იყო, თუმცა ომს არ ხელმძღვანელობს თავდაცვის მინისტრი, ცნობისთვის. ომს ხელმძღვანელობს გენერალური შტაბი. არც გენერალური შტაბი, არც არავინ პროფესიონალი, მხოლოდ უგულავა იყო იქ მთავარსარდალი და უგულავა აგინებდა ჯარს, რომ უკან კი არ უნდა დაეხიათ, პირდაპირ უნდა შევარდნილიყვნენ რუსების საცეცხლე წერტილების ქვეშ. იმიტომ რომ მეტი მსხვერპლი იყო მაშინ საჭირო. იმიტომ რომ მეტი სიკვდილი უნდა ყოფილიყო. იმიტომ რომ მეტი უბედურება უნდა მიეღო ქართველებს, რომ ამ გენს მერე უფრო მაგრად ეტირათ და მოეთხოვათ დახმარებები და შეეჭამათ. რაც გააკეთეს იმ ტოლვილებთან მიმართებაში, თუნდაც გიტოს ჩასახლებები რო გააკეთეს. აი სად იყო უგულავა. და ეხლა კიდე ციხეში წავა, უკაცრავად ბჭყალებში იზოლატორში ზის, დღეს გამოიყვანენ სასამართლოზე და იმსჯელებენ, რომ მერე რა გზა გადაკეთა პოლიტიკოსია და გამოუშვათ.
და წინამდებარე მისი ცოდვები რომ ნასამართლებია, რომ ამხელა პრობლემები აქვს ნაკეთები ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის, ის არაფერი. ეს ნარკომანი, არამორალური, ყველანაირად შეუმდგარი idioти, რაც ჭირდება დაზვერვის სამსახურს, რომ დაანგრევიოს ქვეყანაში წესრიგი, აი ეს არის გიგუგულავა. და ამ ნიკამელიაზე საერთოდ არაფერს არ ვილაპარაკებ. მაგაზე საერთოდ ჩამოსაყალიბებლები არიან. ერთმანეთის ვერ გაუყვიათ და ვერ გაურკვევიათ. ჯერ არის და კეზერაშვილს ვერ იტანენ, ერთმანეთში აქვს პრობლემი, ხოცავენ ერთმანეთს. აი რატომაც დაკარგეს ხელისუფლება, ხო არ დაგავიწყოთ. ეს არის ურთიერთბრძოლები. ურთიერთბრძოლები ამათ რომ ღმერთთან უკნას ერთმანეთში პირი ქონოდათ, ამათ ვინ მოუგებდა თუნდაც ომს 2012-ში. ეს იყო ომი, ხო? განა ივანიშვილსა და საზოგადოებას ნაცებს შორის იყო ომი, საზოგადოებასა და ნაცებს შორის იყო და ივანიშვილი იყოს რაღაცა ხალხის არიერგარდში უკან დამჯდარი და მას სწავლის როგორი იყო 2012 წელი პირადად ამაში ყველაფერში მონაწილეობა მიღებული. რას აკეთებდა მაშინდელი პოლიცია, რას აკეთებდა მაშინდელი ადმინისტრაციული რესურსი და რას აკეთებდა თითეული მათგანი მთელი ქვეყანა გაბოზებული რო ყავდათ. ეს არის სიმართლე. ტროლებს ვეტყვი რომ რაც არ უნდა საზიზღარი იყოს ბიძინა ივანიშვილი, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს საზოგადოებისთვის, რაც არ უნდა ცუდი იყოს ვერასოდეს, აი თქვენ მართლა ნაძირლებო, ვერასოდეს ვერ შეცვლით ბიძინა ივანიშვილს, ვერასოდეს. რატო ვერ შეცვლით მაგას გეტყვით ამ წუთას ძალიან მარტივად, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი იყო ის ტიპი, ვინც თქვენ გაფინანსებდათ ნაცებს 7 ნოემბერს, მათ შორის ჩამჯდარი იყო თქვენს პოლიტიკურ გოლში და გირჩევდათ როგორ გეცემათ ხალხი უბრალო ადამიანები. ბიძინა ივანიშვილმა თქვენ გამოგიყენათ, გიხმარათ, გისწავლათ და ეხლა თქვენი მით უმეტეს ნახევარი პოლიტიკური ელიტა ვინც აკავთ არის ნაბიძინა ივანიშვილარი ტიპები. ხიდაშელები, უსუფაშვილები, ბევრი მაგნაირები, სავსე ხართ, ბიჭო, იცი რანაირი ტიპები ხართ, ირგვლივ დამოყრილები, აი, ჯერო ნაცი იყო, მერე ქოცი რო გახდა, მერე ქოციდან ისევ ნაცი რო გახდა. და ნუ ახლა ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან დიდი ფორა თქვენთან მიმართებაში. თქვენ 1000 წელი მაგნაირი დესტრუქციებით, მაგნაირი აქციებით, თუ რაღაცა არ მოხდა ზევიდან და გეოპოლიტიკური რუკიდან საბოლოოდ არ წაშალეს ქართული ოცნება და აი ამათი კოლაბორაციონისტული სისტემა მართლა სიმახინჯეს აზარლობა და არ ჩარეცხეს, ხო, მანამდე ბიძინა ივანიშვილს თქვენ ვერასოდეს ვერ ჩარეცხავთ. კარგად იცის ამან თქვენი ხასიათი, წლებია ეს თქვენ გსწავლობთ და წლებია ეს თქვენ გხმარობთ. ეს არ არის მარტო რაღაცა კონკრეტული მომენტი, რომ აი აქედან იქამდე გხმარობთ. არა. რამდენი წელიწადია ბიძინა ივანიშვილი თქვენ გხმარობთ, ხელისუფლებაშიც რო იჯიქით, მაშინაც გხმარობდათ. თქვენ გეგონათ, რომ თქვენ ხმარობდით ამას, მაგრამ სინამდვილეში როდესაც თქვენ მაგას დაუპირეთ, ხმარება, ხო? მაშინ გაგიკეთათ ეგრეთ წოდებული გადატრიალება და ხალხი გამოიყენა და ხალხთან ერთად თქვენს გიხმარათ თქვენ დედამოწმუნეებო. ეს არის სინამდვილე. ახლა ვიცი რომ არ მოგწონთ, ვიცი რომ სიმართლეა და მწარეა, მაგრამ ესე არის. და თუ მაგალითად გეოპოლიტიკური რუკიდან მოხდება საერთოდ ბიძინა ივანიშვილის წაშლა, თქვენ რა გიხარიათ არ ვიცი, თქვენც ჩაგრეცხავენ. აი როგორ მოხდება, იცი, როგორც შევარდნაძე ჩაირეცხა ასლან აბაშიძესთან ერთად, აი ზუსტად ისე ჩაირეცხებით. იმიტომ რომ ინსტიტუტები სწავლობენ საქართველოში, უცხო ქვეყნის ინსტიტუტები სწავლობენ ჩვენს ქვეყანაში არსებულ გეოპოლიტიკურ ყოფას. თავისი მედიით, ეგრეთ წოდებული მედიით, თავისი პრესით, თავისი ყველაფრით ეს ცნობები მიდის იქ, მუშავდება, როგორც აი თორიების კასრში ვირთხები ვართ მოქცეული, აი ესე ვართ ზუსტად. თქვენ კი იცნობთ ამ ბატონებს სახეებზე, მაგრამ ეს ბედი თქვენს გარეშე წყდება იქ. და როდესაც ეს მომენტი დადგება და ნამდვილად დადგება რა, ნამდვილად დადგება ეს მომენტი, თქვენ აღმოჩნდება, რომ საერთოდ პოლიტიკას ვეღარ მიეკარებით. კომენტარებზე გვიპასუხეო. შენ რო იყო ბიძინას ადგილზეო რა სიზამთრე, შენი ჭირიმე მე ვერ ვიქნები ბიძინას ადგილზე. წარმოუდგენელია რა. მე საერთოდ ჩემი ბუნებიდან გამომდინარე საერთოდ არ მსურს არანაირ ძალაუფლებაში და ხელისუფლებაში ყოფნა.
ამიტომ რეალურად ასე არის. ბიძინა ივანიშვილის ადგილზე მე რო ვიყო ძალაუფლება მე რომ მქონდეს, გაინტერესებს მე რას ვიზამდი? მე რას ვიზამდი და 800 ბავშვი რო კვდება საქართველოში 800 ბავშვი წელიწადში, ხო? ბიძინა ივანიშვილის მაგივრად იმ ოქროს, რომელიც საქართველოსდან გადის, ესა 7 ტონა ოქრო წელიწადში, ავდგებოდი და იმ მცირეწლოვანი ბავშვების კვებაში დავაბანდებდი. და ყველა ეგრეთ წოდებულ წიაღისეულს ქართველ ერს გადავცემდი და ნაციონალიზაციას მოახდენდი მისას. ბიძინა ივანიშვილი რო ვიყო ქურდობას არ გავაკეთებდი გაძარცვული ერიდან, რომელიც 5 მილიონიდან 3 მილიონ 700,000 დარჩა. მაგრამ ეს რო გავაკეთო, მე ბიძინა ივანიშვილი აღარ ვიქნები. ავიცი, იმედია უპასუხე შენ შეკითხვას, მაგრამ ვერაფერს ვერ გეტყვი რა. აი ვინ შეიძლება რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, რომ არავინ არ აგინოს და სუფთა ხელებით კონდეს არის ასეთიო. მე ვფიქრობ, ჭირი მე ჩემო ანონიმი კი ხარ, მაგრამ რადგან ახლა შენი შეკითხვაა, უპასუხებ ამას. ხო, რადგან მთხოვე რომ უპასუხებ. ხელისუფლებაში რო ხარ 100%-იანი ვერ იქნები. 100%-იანი წარღვნა არ იყო დედამიწაზე, ნოე მაინც გადარჩა თავისი კიდუბანით, ხო? იცი ალბათ, ეს იმედია იცი. ხო, ვიღაცას მოეწონები, ვიღაცას არ მოეწონები, მაგრამ თავარია არსი ხელისუფლებაში ყოფნის რა არის, იცი? საზოგადოების უმრავლესობას მოწონდე თუ არ შეიგიყვარებს. ხელისუფლებაში ყოფნა სიყვარულით, ინტიმური გრძნობებით და ასეთი რაღაცებით არ გამოიხატება. საზოგადოება მინიმუმ რაღაცა უმრავლესობაზე მეტი უნდა გენდობოდეს ცოტათი. რომ შენ უნდა ეკითხებოდეს, შენ უნდა მისი რიტმი გესმოდეს საზოგადოების. არც წინა ხელისუფლების დროს და არც ახლა, მით უმეტეს ხალხთან არაფერი კავშირი არ ხდება. მხოლოდ ეს კავშირი არის სიმპლექსური და არა დუპლექსური კავშირი. არის ასეთი კავშირგაბმულობაში, ესეთი კავშირის, ვინც ახლა ფიზიკოსია და ვისაც თუნდაც კავშირგაბმულობასთან ქონია ჯარში შეხება, ის გაიგებს ამ კავშირის არსს. სიმპლექსური კავშირი ნიშნავს იმას, როდესაც მხოლოდ შენ გადასცემ და ის გისმენს, მაგრამ ვერ პასუხობს შენი გადაცემის დროს. და დუპლექსური კავშირი არის, როდესაც აი თუნდაც ჩვენ ახლა ინტერნეტით საუბრობთ, ან WhatsApp-ით, ან Skype-ით ერთმანეთს ურეკავთ, ან ტელეფონით, აი ესეთი მომენტი არის დუპლექსური კავშირი. ან ტელეფონით თუნდაც რა მარტივად რო აიღო. აი ესეთი კავშირი საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის არ არის. არის მხოლოდ სიმპლექსური კავშირი. მე შენ გადმოგცემ და შენ მე აგიკრძალე იქეთ რო გადმომცე. არა. ეს არის ჩვეულებრივი სახით მონობა, დიქტატურა არის, როდესაც შენ არ გესმის არაფრის და შენ კარნახობ მარტო შენი თამაშის წესებს. ეს არ არის დემოკრატია, ეს ფორმა დემოკრატიის მართლობის, რასაც ხალხის ძალა ჰქვია დემოკრატიას, ესეთი კლასიკური გაგებით ეს მართლობა, ის მართლობა არ არის. დღეს არის ჩვენ ყავს ბიძინა ივანიშვილი, გუშინ ყავდა ბიძინა ივანიშვილი, გუშინ წინაც ყავდა ბიძინა ივანიშვილი, 12 წელი საერთოდ ბიძინა ივანიშვილია ხელისუფლებაში და უახლოესი 12 წელი თუ ასე გაგრძელდა და ზევიდან რამე არ შეიცვალა და გითხარით საიდანაც ზევიდან უახლოესი 12 წელიწადი ქვეყანაში გვეყოლება ბიძინა ივანიშვილი, სანამდე ქართველი ერი საბოლოოდ არ დაკარგავს ქვეყანაში უმრავლესობას, აი ესეთი თამაშებით, უგულავებით, ასეთი თამაშებით, რომელსაც ქვია მაგალითად მელიებით და ნაციონალური მოძრაობით და ბოლოს აღმოვაჩენთ, რომ ქვეყანაში ჩვენ აღარ გვაქვს ეთნიკური უმრავლესობა და ჩვენ ქვეყანაში ვიხილავთ სხვა ტომელებს, განსაკუთრებით ჩინელებს, აგერ ინფორმაცია მომაწოდეს, რომ თბილისში სუროგაციული სახლი გახსნეს არალეგალურად და 1000 სიმამაძე ხდება და სხვათა შორის საპატრიარქოს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს გვარად შაიშმელაშვილს, ესეც არ არის შემთხვევითი, აგერ უყურებ შაიშმელაშვილი ჯარს ანგრევს, პოლიციას ანგრევს, სამუდელოებას ანგრევს, სუროგაციის ცენტრებს ქონებას აქირავებს და იქ 1000 უბედურებები ხდება და სუროგაციული წესით ჩასახული ბავშვები იღუპებიან და მთელი უბედურება არის. საქართველო არის შავი ხვრელი.
შავი ხრელი და ასე იქნება ყოველთვის მანამდე კიდევ ერთხელ ვიმეორებ სანამდე აი ესეთი სიმახინჯეები იქნება ქვეყანაში და პოლიტიკური ქაოსი შეჭამს წესრიგს და კანონი არ იკანონებს. პარალელურად ჩვენ რას უყურებთ, იცით? ჩვენ უყურებთ მდინარაზის ეგრეთ წოდებულ გამოსვლებს, რომელიც გვაჯერებს, რომ კანონი გამკაცრდა, რომ ახლა თურმე მთავრობის წევრს თუ შეეხები, ამაზე თურმე ციხე იქნება, აქამდე თუ გაფრთხილება იყო და ესეთი იდიოტობები არა აქ მეაყოლეს ადმინისტრაციული მოხელეც, იმიტომ რომ ახლა მარტო თავის თავზე ხوار დაწერენ კანონს, ხوار იწყებენ ჩვენ დავწერით ჩვენ თავზე კანონი. უკვე აღარ სიამოვნებთ რა, ქუჩაში ვიღაცა რო ხდება და დედას უთკლავს, ეს აღარ სიამოვნებთ რა. ამიტომ ჩუმად იყავი შენ, თუ არა მე შენ ამის გულისთვის დაგიჭერ. აი ესეთი მომენტია რა. სად არის გამოხატვის თავისუფლება, სად არის საზოგადოებრივი აზრის გამოთქმის და გამოსახვის საშუალება, ფორმები, სივრცე სად არის? სივრცე აღარ არის საქართველოში. სივრცე დაკეტილია საქართველოში, ყველანაირი სივრცე საზოგადოება არ არსებობს საქართველოში, არსებობს მხოლოდ პოლიტიკურად მართული დანაშაულებრივი სინდიკატები. ეს არის ივანიშვილის, ეს არის სააკაშვილის, ეს არის ხაზარაძის ბრძოლები. ეხლა რა მიდის, იცით, გაერთიანებული არის ძირითადად ის ძალები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მთელი ახლის მანძილზე ყავდა სექსუალური აქტის ქვეშ, იმიტომ როგორც გაგიხსენით მე თქვენ, საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის არანაირი კონტაქტი არსებობს, სახელმწიფო ქართული ოცნების მიერ დამონებული საზოგადოებას უკავშირდება მხოლოდ სიმპლექსის რეჟიმში, დუმპლექსის რეჟიმი აქვს მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობასთან, ხაზარაძესთან, ანადოლიძეებთან, ხიდაშელებთან და საერთო ჯამში ესეთი ურთიერთობა, ესეთი კავშირი არის სექსუალური კავშირია გაუკუღმართებული წესით, პირდაპირ ვიტყვი, რომელიც მიზნად ისახავს მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნების აბსოლუტურ ძალაუფლებას. სამწუხაროა ამ ყველაფრის ლაპარაკი, მაგრამ სათქმელია, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ დიდ ეკრანზე ვიღაცა ისევ და ისევ ხარებას, გუშინაც ამაზე ვლაპარაკობდი, დღესაც სალაპარაკო ეს თემა მაქვს, იმიტომ რომ არ იცვლება ეს რეალია. ვიღაცა ხარება ბრიყვი ბლაგვსახა, რომელიც მერაბიშვილის დროს ორგვამს ეძებდა მისი დაკვეთით, დღეს უკვე მოქალაქეს ცემს თურმე აი წიხლს ურტყამს ბეჭის მიაყოლებს თან წიხლის ჩარტყმის დროს, რომ მაგარი ნოყიერი, მაგარი პროდუქტიული იყოს მის მიერ დარტყმული წიხლი. მადლობელი ვარ ყურადღებისთვის, ვინც მიყურებს. და ვთხოვ ყველას მოიწონეს და გააზიაროს ეს ყველაფერი. და რატომ უნდა გვიკვირდეს ჩვენ დღეს ვიღაცა ხარებას მიერ დარტყმული წიხლი, როდესაც ეს ნაბიჯვარი ეგრეთ წოდებული ხარება ანალოგიურ საქმიანობას აკეთებდა მერაბიშვილის დროს, მაგრამ იცით ახლა რა ხდება, მერაბიშვილი გამოდის და მერაბიშვილი ლაპარაკობს, რომ ხარება მოძალადია. საოცარი სიუჟეტი გვაქვს ხალხო. გუშინ თუ მერაბიშვილი ეუბნებოდა წადი მოკალი ორი გვამი მომიტანე, დღეს მერაბიშვილი ამბობს, რომ ხარება მოძალადია, გესმით? რატო? იმიტომ რომ საზოგადოებამ ჩვენმა მერაბიშვილზე უკეთესი ვერ ნახა, იმ ხარებაზე უკეთესი ვერ ნახა. ახლა თქვენ რა გონიათ? ძალოვანი უწყების სახე საქართველოში, რა ქართველი კაცის სახე ტიპიური, ან მერაბიშვილია, ან ეს ნაბიჯვარი ხარება არის. რატო გვიკვირს ჩვენ ესეთი საქციელები? რატო თამაშდება ხელისუფლება სულ ერთსა და იმავე წერტილში? რატო არის ხელისუფლების ძალა მხოლოდ ვიღაცა ხარება, ვიღაცა ნიკამელია, ვიღაცა მერაბიშვილი, ვიღაცა ივანიშვილი, ვიღაცა არ მოიძებნება უკეთესი შემსრულებლები ქართველი ერის მოსატყუებლად. და სულ უნდა დავრჩეთ ჩვენ ამ წიაღში, რასაც ქვია სიცრუე, რასაც ქვია სიყალბე, რასაც ქვია სისაძაგლე ამათი. და უნდა ვიყოთ მიჯაჭვულები სულ აი ამ სცენარზე, რასაც ქვია ამათ მიერ დადგმული სცენები. აბა მოაბრუნეთ კამერა ირგვლივ. აი ამათი დადგმული სცენები არის 3,700,000 კაცში სულ რაღაც 100 მაქსიმუმ 200 კაციანი სცენები. დანარჩენიერი რითი ცხოვრობს. გამოაკლია იქ რაღაცა 1000 კაცი ხელისუფლების გამაძღარი ღორიშვილები, მათი ოჯახებით და ასეთი. კარგი 3,700,000 კაცის მხოლოდ 2% არის ეგრეთ წოდებული ხელისუფლება და ოპოზიცია.
დანარჩენი ხო არის უბრალო საზოგადოება, მუშა მასა და ასე შემდეგ, ხო? სად არის ეს მასა, სად არის ეს საზოგადოება? სად არის ეს ხალხი? მონობაში არის, გადაქცეულია, ან არის თავიდან ბოლომდე ჩარგული თავის საქმეში თუ უნდა რომ ორი კაპიკი სახში იშოვოს და მიიტანოს. და იმასაც ფასი აქვს დაკარგული, იმიტომ თქვენ საბაზრო ღირებულება რო ნახოთ, დღევანდელი ყიდვით უნარიანობასთან მიმართებაში არის 0 საერთოდ. და ქვეყანა ცხოვრობს უცხოეთიდან გადმორიცხული თანხებით, თუ ისინიც გაჩერდა, თქვენ მერე ნახეთ ინფლაცია. რითი შეინახავენ ამ ფულს, ცდილობენ რომ აგერ ისეთ ქვეყნებში, რომლებიც ნაკლებად არის კონტროლებადი დემოკრატიული სამყაროს მიერ, იქედან მოიზიდონ ფული. ლიჟბი ხვალინდელი დღე გაიხანგრძლივ. ქართულ ოცნებაში მყოფ ნაძილებს და ნაციონალურ მოძრაობას დამიჯერეთ. მხოლოდ აქვთ შიშის და ზიზღის გრძნობა. ესენი ძალიან მძიმე შეგრძნებებია. როცა გეშინია და როცა გეზიზღება. და როცა გეშინია და როცა გეზიზღება, ეს ემოციები არ არის ეს დადებითი ემოციები. ესენი არ მოიტანს არაფერ კარგს. სიყვარულის ნდობის განცდა ამ ხალხს არ გააჩნიათ. და რას დაბადებს ეს ორი გრძნობა დადებითი ემოციების გარეშე გარდა ბოროტის, რასინდისი, რა ჰიბრიდიზმი იქნება. ქართული ოცნება დღეს იცავს ხელისუფლებას, იმიტომ კი არა რომ მას დაკარგვა არ უნდა ხელისუფლების. იმიტომ იცავს ხელისუფლებას, რომ იმის იქეთ იქნება სამუდამო გასამართლება მათი. თუ ნაციონალური მოძრაობა მის ლოგიკაში ასე იხარშება, ეს დაბრუნდება ხელისუფლებაში. ხალხი არ აინტერესებთ. ისინი დაექვემდებარებიან ტოტალურ უტილიზაციას. და ამის მაგალითი აქვს შევარდნაძის, ასლან აბაშიძის ხელისუფლება. თქვენ რა გგონიათ ვინ არის ქართული ოცნება? ქართული ოცნება არის პუტჩისტების შვილების ანასხლეტები, გადმოუბირებული ნაციონალური მოძრაობის ბალასტი და რა თქმა უნდა უცხოეთიდან მართული სადაზვერვო ჯგუფი, რომელსაც აქვს ყარი მასალა ანალიტიკური იმისა, თუ რატო არ უნდა დათმოს ხელისუფლება. და რა თქმა უნდა ამ ინსტრუქციების მიღმა არსებობს კონკრეტული ადამიანები, როგორც არის ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი, მისი უახლოესი გარემოცვა, მისი ბიზნესები, მისი უძრავი ქონება საქართველოში. დასაკარგი არის აქეთა მხარეს. დასაცავი სისხლის მიერად არის. ეს არის სერიოზული ბასტიონი, აგებულია ანტისახელმწიფოებრივ ორგანიზმზე. და იქეთ არის ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც 9 წელიწადი ძარცვა აწამა ქვეყანა მერკანტილურ ინტერესებში და ნარკოტიკში გააზავა ეს ყველაფერი და იმედი ქონდა, რომ დემოკრატიის გათამაშებით ამ ფანს შემოუბრუნდებოდა და დაუშვა ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლა. დაუშვა. ხალხი აქ არაფერს შუაში არ აქვს, ქვეყანა აქ არაფერს შუაში არ აქვს, თამაში ძალით. ხო, და როცა დაუშვა და როცა წავიდა, რომ მოვიდა, დახვდა ბასტიონი იქ აგებული. და ვერც წარმოიდგენდა ნაცები და მისი ოვერლოგი როგორი ღალატი გაუკეთეს იმ უახლოესმა გარემოცვამ, ვისი იმედიც ქონდა და ვისიც უნდა დაბრუნებულიყო ხელისუფლებაში. დღეს ნაცების ეგრეთ წოდებული ძალა გაქცეულია უკრაინაში და იმალება იქ. და ელოდება მომენტს, თუ აბა იქნებ ზევიდან რაღაცა მოხდეს, მაშინ ჩვენ კი ჩამოვალთ, მაგრამ ისე როგორ ჩამოვალთ? არ უნდა ციხეში ჯდომა, ეშინიათ. ვინც იპარა, თქვენ გონიათ, ვინ იპარა? ვინ იპარა, გეკითხებით. ნაციონალური მოძრაობის დროს ცენტრალური ბიუჯეტი იყო შავი და ოფიციალური რა. ამ შავ ბიუჯეტს იყოფდა სულ 15-20 ადამიანი, მეტი კი ვერ. ეს თანხები გამოტანილია აგერ ევროპაში, ნაყიდია უძრავი ქონება, მათ შორის არის თანხა, რომელიც დამარხული არის, ოქროს სახით დამარხულია მიწაში, არის სხვადასხვა უცხოური ვალუტის სახით დამარხული მიწაში. ამ თანხას ისინი ელოდებიან ყველაზე შავი შემთხვევისთვის, ეს გათვლა ქონდათ. ინსტინქტურ დონეზე ქონდათ, იარაღთან ერთად, რა თქმა უნდა. რაც ნახეს ის, რაც წარუდგინეს საზოგადოებას, ეს არის ზღვაში წვეთი, ეს არის თამაში, ეს არაფერი არ არის. მაგრამ როვინცობა რაღაცა იყოს, აი ის თანხები საქართველოში არის, რომ არეულობისთვის იყოს საკმარისი.
პირველი არეულობისთვის, პირველი ტყვიისთვის და მე ალბათ ვარაუდებენ იმას, რომ უკრაინიდან გზები არის და აქაც იქნება არეულობა და რაღაცას ვიზამთ. ეს ერთადერთი იმედი დარჩა დღეს. სხვა იმედი ამად აღარ დარჩათ, მაგრამ ერთი რაღაცა ავიწყდებათ რა იმ უკრაინაშიც კოცების ბოზები უკვე ზიან. და მიდის ბრძოლა ინფორმაციებით და ინფორმაციის გადაწოდება გადმოწოდებით, იმიტომ თუ დღეს რამეში ფული იხარჯება, აი ამათ ურთიერთ ბრძოლებს გულისხმობ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციით ვაჭრობა და ინფორმაციული ტრაფიკები. ქართველი ერი აქ არაფერში არ არის. ქართველი ერი მარტო განიცდის მონობას, განიცდის შიმშილს, განიცდის უსამართლობას, განიცდის ტერორს და ამათი ინფორმაციული და დეზინფორმაციული საშუალებებიდან არის ნახმარი. აი ეს არის სიმართლე. მე ამ შეფასებებს რო ვაკეთებ, ამ შეფასებებს იმიტომ კი არ ვაკეთებ, რომ ვიღაცამ არა მე ვაწვდი ამითი სიმართლე საზოგადოებას რა. თუ არა და თუ არ გჯერათ ჩემი, აი დააკვირდით რა, ეგრეთ წოდებულ ტელევიზიებს, რამდენი ტელევიზია ოპერირებს რა. დღეს იმაში ეთერში უკაცრავად მე აქ ვერავის ვერ ჩავხვთავ. თქვენი ჭირია. ესეთი დაგეგმილი ლაივი არ მაქვს. ოპერირებს იმედის ტელევიზია, რომელიც არის ცალსახად პროკოცური. იქეთ არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც არის პირდაპირ პროკოცული, ეს ორი ტელევიზია არის პროკოცული ტელევიზიები. საშინელებები ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში კი ვიძახით, რომ ეს არის საზოგადოების კუთვნილება, საზოგადოებას არაფერი არ ეკუთვნის. იქ ზის ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც არის სოზარ სუბარის საყვარელი, მინდა იცოდეთ ასევე ამის შესახებ. თელმა ერმა იცის ეს, რომ როდესაც ბატონი სოზარი სახალხო დამცველი და ახალაიას ყოფილი უფროსის სახალხო დამცველის ინსტიტუტში თავის დროზე მისი მიღებული იყო ახალაია მის მოადგილედ იყო მისი დანიშნული. ხო ცხინვალის მიმართულებით, როდესაც ახდენდნენ ოპერირებას, ყველამ ნახა თეთრ ნივაში როგორი აქტის მდგომარეობაში ყავდა წაგუზული სოზარ სუბარს ვასილ მაღლაფერიძე. ასე რომ იცოდეთ რა, ვერც სახალხო დამცველად და ვერც საზოგადოებრივ მაუწყებელში მაღალ თანამდებობაზე ვერ მოხვდები თუ უკნიდან გასინჯული არ ახარ. ესენი არიან პირდაპირ შერწყმულები ერთმანეთში. აი ესეთი ტიპი არის ვასილ მაღლაფერიძე. ბჭყალებში ცნობილი პუბლიცისტი და ძალიან გენიალური პიროვნება. ჭამენ ერთმანეთს. იქაც ომი მიდის. როგორ მიდის ომი იცი? შუა საუკუნეებში რო რაინდები ერთმანეთს ცუდი შედარებაა, მაგრამ უნდა ვთქვა, ეტაკებოდნენ და აი ცხენები რო ერთმანეთთან ბრძოლობდნენ. სანამდე ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება ერთმანეთს ეტაკება ხელისუფლების გასაყოფად, მანამდე ეს ჩვეულებრივი ქვეშელონის ნაცები და კოცები როგორც ცხენები ერთმანეთს ებრძვიან. ადამიანები არიან ჩვეულებრივი, აი ფოთლები, ბალახები, ასეთი შეუმჩნეველი ორგანიზმები, რომელსაც შეგიძლია ფეხი დაადო და გაზონზე გადათელო. აი ესეთი შედარება იქნება სწორი დღევანდელ მოცემულობაში რა. ხო, აი ესეთი მოვლენები არის საქართველოში, ესეთი მოვლენები ვითარდება. არავინ არ შემოაბრუნებს იმ კამერას, არავინ არ დაგანახებს თქვენ და არავინ არ გეტყვით, რომ სინამდვილეში რას განიცდის ქართველი ხალხი, როგორი შიმშილობა მიდის ჩვეულებრივ მოსახლეობაში, რა უბედურება ტრიალებს განათლების სისტემაში, რა საზიზღრობები ხდება, ამაზე არავინ არ ილაპარაკებს რა. რაღაცებს მართალს იძახი, მაგრამ შენც მაგარი ისახარო რა, მე არ ვახსენებ ეს ვინ ამბობს ამას? ვიღაცა ფსიქიატრიული კლინიკა აქვს, ესეთი ხა მას გამზდელი უნდა ვაგინო მე, მაგრამ რო ვაგინო რა აზრი აქვს? ჩამჯდარი არის იქ და აგერ აღებული აქვს რა ნარატივი, ხო და იქ კოცებს რას აწყობთ ის თურმე მართალია და რაც არ აწყობთ, აი იმაში თურმე მთელი საზოგადოება ფალოსი ყოფილვართ. ისი ამის დამალული დედა მოვხან მე პირში. რა მნიშვნელობა აქვს? ხო იცის ვინც არის და ხო მიდის დედის გინება რა. რა უნდა უთხრა
მე ყოფილი ვარ თუნდაც გაბოროტებული, შეგამოსირებულო, რა მაბოროტებს, აწყობილი მაქვს ცხოვრება, ჩემ თავს ხედავ იდეალურად, ჩემი ქვეყნის დარდი რო არ მქონდეს, ხო? მე არანაირი პრობლემა არ მაქვს, ხო? პრობლემები გაქვს შენ, შეკულიანო, საკუთარი სახელი და გვარი რო ვერ დაგიწერია. საკუთარი სახელი და გვარი ვერ დაუწერია შიშისგან. რატო? გესაუბრეთ ამაზე, რომ იმიტომ რომ შიში არის სერიოზული ემოცია, სერიოზული შეგრძნება. კარგს არაფერს არ ბადებს რა. ამიტომ ურჩევნია, აი რომ რა დღეშია მთელი ერი მოქცეული რა. ურჩევნია რომ ამ ყველაფერს მოусმინოს, გაატაროს, ჩუმად იყოს და ოღონდ თვითონ არ გამოჩნდეს. სადღე თუთაშხიაში რო არის სარჩიმელია და ის ყაჩაღდა ბანდა რო აიყვანს, გზიდან ხალხს რო გადაიყვანს და ძარცვავს. და ვიყვიროთო ქალებმაო, რო ლაპარაკობენ ეს დატყვეულები და ვიყვიროსო, სხვა მოდა ვიყვირებ მეცო. აი ესე არის უმრავლესობა. მოქცეული და ეს არაფერი კარგისკენ არ წავა. კარგი, შემოკარგებო, მე მინდა რომ დღევანდელი ვიდეო შეგონება, ასე ვიტყვი, დავასრულო, აზრი არ აქვს. ვინც უყურებს, ვთხოვ რომ გამოიწეროს ეს ვიდეო არხი, მინდა რომ მივაწოდო ინფორმაცია ბევრს, გააზიაროს, შემოვერთდით, იმიტომ რომ მე ვიცვლი, მით უმეტეს ახლა ვიცი რომ დაგეგმილი არის ძალიან დიდი ბოროტება ქვეყანაში, ყოველდღიურად მოუძებნი დროს რომ აი ამათ დედა უტირო. რამდენჯერაც ესენი გამოჩნდებიან და თავის დეზინფორმაციას გაავრცელებენ, იმდენჯერ გამოჩნდები და დედას გიტირებთ რა. მით უმეტეს იმისა, რომ უკვე ქვეყანაში დაუძახეს სერიოზულ დესტრუქტანტს, ლევან იზორია ჩაიყვანეს საქართველოში, ეს იმიტომ გააკეთეს, რომ ყველა ბოროტი, ყველა ნაბოზვარი გააცოცხლონ, რომ საზოგადოებაზე წავიდეს ძალადობა და ეხა უბრალო ადამიანებიც ხო არიან იმის მიღმა რა, ესენი არიან გლავარები, გასაგებია, მაგრამ იმის მიღმა უბრალო ადამიანები შეცდომაში შეყვანილი ხალხი და ახალგაზრდები, რომლებსაც უბრალოდ არც ის ომი არ უნახიათ ქვეყანაში, არც ამათი რეპრესია არ გაუვლიათ, არ იციან რას ნიშნავს უბედურება, რას ლაპარაკობ, ვინც მოესწრო ნაციონალური მოძრაობის მმართველობას, ხო? ყველა მიცის როგორ იყო, იცი? თუ აი ის არ მოწონთ რა, მაგალითად ოჯახში. აი რადონის გახრწნილი ნაბოზრები იყვნენ რა, ის არ მოსწონთ, ხო? რა მოხდებოდა, ის მთელი ოჯახი აღმოჩნდებოდა გაშავებული. არავის არ უნდა ემუშავა ოჯახში. პურის ფული არავის არ უნდა ქონოდა. თუ ჩათვლიდნენ რომ აი ამ ტიპზე ძალადობა განსახორციელებელი არ იყო, მაშინ აი ამ ფორმით ახორციელებდნენ ძალადობას რა. რა მაგარი ექიმიც არ უნდა იყავი, რა მაგარი პროფესიონალიც არ უნდა ყოფილიყავი, რა მაგარი ჟურნალისტიც არ უნდა ყოფილიყავი. აი იყო ესეთი პროფესიები, რომლებიც ამათ პირდაპირ ვეტოს ქვეშ ექცეოდა, მაგრამ თუნდაც მნიშვნელობა არ ქონდა, თუ გინდა მატორისტი ყოფილიყავი მანქანის, მაინც დაკტოვებდნენ უმუშევარი რა. მთელ ოჯახს დატოვებდნენ უმუშევარი, იმიტომ რომ არ უნდა დაწმაო რა, შენ იყავი მტერი მაგათთვის გამოცხადებული რა. და ვიცი მე ეს ყველაფერი როგორ იმართებოდა, საკუთარ ტყავზე მაქვს ეს ყველაფერი გავლილი და გადავლილი და თუ ვინმე ამას გრძნობდა საკუთარ თავზე, თუ ვინმე მიცის, აი როგორი იყო, იცი, დღეს და ღამეს ვერ გაარჩევდი კაც ისე მოგიქცევდნენ საქმეს რა. დეზინფორმაციას ცალკე შეგიხსავდნენ, საკუთარ ქვეყანაში ცოცხლად დაგალპობდნენ, გასვლის საშუალებასაც არ მოგცემდნენ. და თუ ვინმე ძლია ნაციონალურ მოძრაობას და მის სიბილწეს ძლია ასეთმა ადამიანებმა, ასეთმა გაუბედურებულმა ადამიანებმა რა. ერთხელ და საბუდამოდ მივიდნენ და უტირეს ყოფა რა. ერთი გადატრიალება მოვაწყოთო ბატონო დავითო, ჩუმად იყავი მეგობარო, მაგის თქმაც კი უკვე ისჯება. კარგი, შემოკარგებო, დავასრულოთ დღევანდელი ვიდეო გამოსვლა და კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ გამოიწეროთ, მოიწონოთ ეს არხი, ვინც უყურებთ და გააზიაროთ რა. დავბრუნდები, მაქვს რაღაცა თემები, მნიშვნელოვანი საკითხები და ვაპირებ, რომ ეს ყველაფერი გავაჟღერო და როდესაც იქნება ამისთვის საჭირო დრო და საჭირო მომენტი, უახლოეს მომავალში ამას გავაკეთებ აუცილებლად. მადლობა, დიდი მადლობა ყველას, ვინც მაფასებთ, ვინც უყურებს ჩემი ვიდეოებს. მე ვიცი, რომ ერთი რაღაცის იმედი ნამდვილად მაქვს რა. აქედან გამოსული თითო სიტყვა არ იკარგება. თქვენი ემოციები არ იკარგება და თქვენს მიერ გამოხატული მხარდაჭერა პირდაპირ ისრად ესობად გულში ამ პროპაგანდონებს.
პირდაპირ ისრად მიდით გულში ამ პროპაგანდონებს. აი ამისი მჯერა, იმიტომ რომ მაგ ინფორმაციაში შედაწრეებიდან რაც ხდება და როგორ განიცდიან ამ ყველაფერს და მე აი თქვენ გაგახსენებთ ამას, რომ ჩვენ სამოქალაქო ურთიერთობას აი ამ ფორმით აუცილებლად ექნება დადებითი შედეგი. ეს მოიტან შედეგს. არ არსებობს წყალი, წყლის წვეთი, ქვას ხრიტავს და მართალი სიტყვა საუკუნეებს წვდება. ვინმეს დაამარცხებს კი არა. მე მჯერა ამის. ოღონდ რომანტიულად არ გეუბნებით ამას, ან გარაგმულად, ან გადატანითი მნიშვნელობით. მე მართლა მჯერა ამისი, რომ თავისუფალ და ძლიერ სიტყვას ნებისმიერი ჩაქოლილი და დარქული სივრცის გახსნა შეუძლია რა. კინასვალი, კარგად იხავით, დროებით.